ისანი სამგორის რაიონში ვართ, ქეთევან წამებულის გამზირი და რესტორანი სტუმარი და მასპინძელი. აბა ვნახოთ როგორი სტუმართ მასპინძლობა იციან ამ რესტორანში. აბა ვნახოთ რა ხდება. დავიწყოთ გამწოვიდან. ნახეთ რა კატასტროფაა. შეიხედეთ. სასწრაფოდ უნდა მოხსნათ და გაასუფთავოთ. სასწრაფოდ. ფრის აპარატი. ზეთი არის იდეალურად სუფთა, კამკამა, გამჭირვალე. ზედაპირები უჟანგავის არის და ძალიან კარგია. ჭერი კარგია და ცვენა არ მიმდინარეობს არაფრის, თავზე არაფერი არ გვაცვივა. ესეც კარგია. ხინკლის აპარატი აქ გამწოვში კონდენსატი პრინციპში არასდროს არ არის, იმიტომ რომ აქ კონდენსატი ფიზიკურად ვერ იქნება, იმიტომ რომ ცხიმიანი არაფერი არ კეთდება, არ მზადდება. ნუ ზედაპირებზე ვთქვი, ტილოც სუფთა არის. აქ ცომეული მზადდება, ხო? გასაგებია. როდის არის როდინდელია? დღევანდელი დაჭრილია. ვადები უნდა გადმოიტანოთ, ვადები აუცილებლად უნდა გქონდეთ. რაღაც არის სტიკერი, მაგრამ ის ვადა არ შეესაბამება. ეს არის ხინკლის ფარში. აქვე იხვევა ხინკალი? კი ბატონო, აქ იხვევა ხინკალი და ეს არის პრესი, ხო? ეგრეთ წოდებული პრესის აპარატი, რომლითაც ხდება ცომის გაბრტყელება. დიახ, ახალი მოცომილი ცომი არის, ისვენებს. შეგულება აქვს. ვათვალიერებთ დარბაზს, მე მომწონს ეს დარბაზი, ლამაზია, ესეთი ეთნო სტილშია. ძველ ქართულში ესეა, ხო? ჩანაფიქრიც ეს იყო, ხო? აი თუნდაც აი ეს ელემენტარული მაგიდის გადასაფარებელი, როგორ ქმნის განწყობას და ხასიათს, ხო? აი უკვე ეტყობა, რომ ეს არის სტუმარიც და მასპინძელიც. სუფთა ნამდვილად, აი წუნს ვერ დაუდებ, აი ძალიან მომწონს ეს ჭურჭელი, ნახეთ როგორი განსხვავებული, არა სტანდარტული თეთრი, არამედ ფერადი წითელი ჭურჭელია, რომელიც შეხამებულია ამ მაგიდის გადასაფარებელთან, ხო? ყველაფერი ძალიან ფერებში და დიზაინერულად კარგად გადაწყვეტილი და ესეთი სუფთა ფუჟერებია, მე ვხედავ. სტუმრებს ვერ ვხედავ, მაგრამ ალბათ მოვლენ უფრო საღამოს, ხო? ეს არის მუსიკოსების კუთხე, ანუ საღამოს აქ არის მუსიკალური პროგრამაც. რა ვიცი, სურათებია, მოკრძალებული, უბრალო, მაგრამ საკმაოდ გემოვნებიანი ინტერიერია. მაცივარში ნაწილაკები ყრია, მაგრამ არაფერი ისეთი მაცივარი სუფთა არის. აქ კიდე არის ერთი მაცივარი, აქ რა არის? აქ არის უფრო შეფუთული ფრი არის, აი დაფასოებული პორციებად, ასევეა პორციებად დაფასოებული რა. ჯიგარია ქათმის. ქათმის გულღვიძლი, კი ბატონო. ეს რა არის? სათალი არის, კი ბატონო. ყველაფერს ვადები უნდა ეწეროს და აი ესეთ ყუთებს ნუხმარობთ, იმიტომ რომ ასეთი ყუთები ხან სადაგდია და ხან სადაგდია და მერე მაცივარში ძალიან არაესთეტიური და არასასიამოვნოა. აქ რა არის? ეს არის მწვადის მაცივარი, კი ბატონო. მწვადის მაცივარში ეს რა არის? ქაბაბი, ხო? ქაბაბი არის. მწვადის ხორცი არის, კი ბატონო, ნეკნი. კოროზია აუცილებლად უნდა იყოს, აღმოფხრია. აქ არის მზა კერძებიც მოთავსებული. აი ეს რო არ მომეწონება, აი ეს ზედაპირების მდგომარეობა ხო იცით? ხო, აი ეს არავითარ შემთხვევაში. მაცივარი, გინდა შეცვალეთ. თუ არ შეცვლით, გაასუფთავეთ სათანადოდ. სწორად აგაქვთ კუნძი შენახული, მარილში, დამუშავებული, სუფთად. აქ რა ხდება? ეს არის დიდი მაცივარი, სადაც მზაკერძებიც არის, საყინული არ არის, ხო? ეგ ეხლა დროებით აკვაქვს ის რაც გაყინულია, რომ განყოფა დიდი დრო უნდა. კი ბატონო. თავდახურულია, ფანტასტიკური გადასარევი ხორცია. კი ბატონო, სწორად არის, აი იმიტომ თქვი გადასარევია თქო, თორე ჩვეულებრივი გაყინული ქათამია, მაგრამ გადასარევი და არაჩვეულებრივი, იმიტომ არის რომ ნაჟურ წყალში არ არის და ჩვეულებრივად თასზე დევს და აი ნახეთ, აი ამა შეხედეთ, აი სად არის ნაჟური წყალი, აი სად უნდა იყოს და თვითონ აი წყალში არ უნდა ტივტივობდეს
ქათამი სწორად არის შენახული. აი ეს არის სველი წერტილები, მოდით ქალბატონებს. ой, რა სასიამოვნო. აი გეუბნებით, თუ სველი წერტილი არის სუფთა მოწესრიგებული, გარემონტებული, გამორიცხულია რომ სამზარეულო იყოს ცუდი. აი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით. ნახეთ როგორი სუფთაა. აი არ ვიცი, თაზვდებთ რომ ნამდვილად არ იცოდნენ. რაიმე გუმანმა გიგრძნოთ რო არა, ხო არ იცოდით რომ დღეს აი გაიღვიძე და თქვი დღეს სახალხო კონტროლის დღეა მოვლენ. არა, ყოველ დღე. მაგრამ გიფიქრიათ რომ მოვალთ? სხვათა შორის კი მიფიქრია, მაგრამ რომელ დღესან საერთოდ ეს მე არ ვიცი არა. ხო, ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი, ყოველთვის მოულოდნელად და გაუფრთხილებლად მოვდივართ. და წარმოიდგინეთ, რომ აი ესე მოვედით და აი ესეთი სისუფთავე დაგვხვდა. აბა ვნახოთ. არის თხევადი საპონი, ნამდვილად, წყალი მოდის, როცა მომწონს და კარგია, რატო არ უნდა ვთქვა, რომ კარგია და როცა ცუდი არის, ცუდი. ხო, აი ნახეთ, ცარიელი იყო ეხლა ეს ნაგვის ყუთი, მე ჩავაგდებ. აი ნამდვილად ცარი, ყველაფერი ინვენტარიც კი არ არის. ალბათ დამლაგებლისთვის ცალკე კუთხეა. ცალკე კუთხეა, ძალიან კარგი. აქაც შევიხედავ, სუფთა უნიტაზებია, ნამდვილად. და აი არ ვიცი, რა გითხრა, მე უნდა შეგაქოთ ყველანაირად ჩემი მხრიდან, რაც მე ჩემს კომპეტენციაშია, ნამდვილად ძალიან მომწონს თქვენი რესტორანი, რეკომენდაციას უწევს. ეზოც გაქვთ, მე როგორც მივხვდი, აი სუფთა ეზო. აი რამხელა განსხვავებაა, ვიყავით რესტორანში, სადაც ეზო იყო დანაგვიანებული, გაუბედურებული, უბინძურესი და მოვედით, აქაც არავინ არ არის. რა თქმა უნდა, ეხლა მუშაობა არ არის სიცივეში, მაგრამ ნახეთ როგორი სუფთა და მოწესრიგებული რესტორანია. ეხლა ნახეთ. ამას იყენებენ პოლირებისთვის, გასაშრობა და ასე შემდეგ, მაგრამ აი ასე ტილოებზე დაწყობა ჭურჭელის არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ის სითხეს რო იწავს, მერე ბაქტერიებს ისე უყვართ ის ზუსტად ნოტიო გარემო და ფანტასტიკურად ვრცელდებიან. პრინციპში მეტი სამზარეულო თქვენ არა გაქვთ, პატარა კუსკუსა სამზარეულო გაქვთ, მაგრამ დიდი რესტორანი გაქვთ, კარგი სახელი გაქვთ, კერძები არა გაქვთ, ცუდი, იმიტომ რომ კერძები აშკარად მოსახლეობას მოწონს, მაგრამ მეტი ყურადღება, აი აქაც კონდენსატი გაქვთ, აი ეს მილები ყველა უნდა დასუფთავდეს, ბატონო გიორგი, ისიც უნდა დაიშალოს და დასუფთავდეს და თქვენ თვითონ ჩემზე კარგად იცით, მასწრებდით კომენტარის გაკეთებას. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ყველაფერი გაითვალისწინეთ, ვადები მაქსიმალურად აკონტროლეთ, სტუმარი და მასპინძელი, რესტორანი, არა ვართ ცუდი სტუმრები და კარგი მასპინძლები დაგხვდნენ.